მოგესალმებით. დავიწყოთ ბიუროს ხდომა და გადავხედოთ თუ რა გვაქვს ახალი განსახილველ საკითხებში ჯერ. საქართველოს კანონის პროექტი პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს პაკეტია. აქ არის ასევე კანონ პროექტები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების თაობაზე, ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილებებია საჭირო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, კანონში ცვლილებებია საჭირო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელისა და აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ ამ კანონ პროექტშიც ცვლილება საჭირო, როგორც მოგეხსენებათ, ეს დაჩქარებული წესით განეხილება. შემდეგი საკითხია დიპლომატიური სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე, ესეც ორი პროექტია ამ პაკეტში უმაღლესი განათლების შესახებ დაემატება ძირითად საკითხს და ესეც დაჩქარებული წესით განეხილება. დაჩქარებული წესით ვიხილავთ აგრეთვე კანონის პროექტს საქართველოს სივრცის დაგეგმარების არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ გვაქვს კიდევ პროექტი, აქაც მეორე პაკეტის მეორე კანონ პროექტია სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ესეც განიხილება დაჩქარებული წესით. ყურადღებით რა თუ შეიძლება. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხს განვიხილავთ ასევე დაჩქარებული წესით. კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნის და მართვის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა შევიტანოთ. აქვე უნდა პაკეტში გავითვალისწინოთ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში ცვლილებები. ტურიზმის შესახებ საქართველოს კანონში შეგვაქვს ცვლილებები, ესეც დაჩქარებული წესით არის განსახილველი, რომელიც პაკეტში ასევე გაითვალისწინებს კანონ პროექტებში კანონებში ცვლილებას დაზღვევის შესახებ და ლატარიები ეს სხვა საკითხია. შემდეგი საკითხია კანონის პროექტი ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ. აგრეთვე გვაქვს კანონ პროექტი დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ. შემდეგი 26 არის ეგრისის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ. შემდეგი სიახლე გვაქვს დღის წესრიგში 51 კანონ პროექტზე გადაშალეთ საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 55 ცივგომბორის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ. კანონის პროექტი წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონის პროექტის ცვლილებებია და ამავე პაკეტში არის სამრეწველო ემისიების, ლიცენზიებისა და ნებართვების, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის გარემოს დაცვითი და შეფასების კოდექსის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტები. 53-ია კანონის პროექტი გარემოს დაცვითი პასუხისგებლობის შესახებ კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე. ამას მოყვება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონ პროექტი, რომელიც ასევე цели პაკეტით არის წარმოდგენილი და ცვლილებები იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ და საქართველოს ასევე ადმინისტრაციულ სამართალდამცავთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ეს არის სისტემები, რომელიც თანახლავს ძირითად საკითხს. შემდეგი სიახლე გვაქვს 60-მერვე საკითხი საქართველოს კანონის პროექტი შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ კანონ პროექტი. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებში სიახლე გვაქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული
მიმოხილვის მეოთხე ციკლის ფარგლებში საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს 2025 წლის ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების პროექტი და წამყვან კომიტეტი როგორც ჩანს იქნება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი და სავალდებულო კომიტეტი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, ამით ჩვენ საკითხები ამოვწურეთ ბიუროზე განსახილველი და აქედან გადავინაცვლოთ სხდომათა დარბაზში.